პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. დავით უსუფაშვილს აქვს ინიციატივა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციის იმ პრეამბულაში, სადაც საუბარია რასურს ხალხს, ჩაიწეროს ევროატლანტიკურ სისტემაში დამკვიდრება. ამ ჩანაწერის გასაკეთებლად პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. გიორგი, როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და საინტერესოა რა გახდა კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთების მოთხოვნის საფუძველი. დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია თუ რასურს ქართულ ხალხს, დაემატოს ეს ფრაზა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ინიციატივა განპირობებულია პარლამენტში იმ განაცხადის შეტანით, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუსს შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარე ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდებს მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელი მოაწეროს. უსუფაშვილმა მის წარმოდგენილ ინიციატივას ხელი ბრიფინგის დროს მოაწერა. მე მიმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ განვაცხადეთ ჩვენი ურყევი წმენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შემოუერთეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იგი იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას მინიმუმს, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შესაძლოა იქნეს წარმოდგენილი აი ამ ინიციატივით. რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს უბლოკო სტატუსის ერთ-ერთი ინიციატორი, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის მზადაა ამ თემასთან დაკავშირებით გამართოს დებატები როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ყველა პოლიტიკურ ლიდერთან პარლამენტში ბურჯანაძის ინიციატივას თამაზ მეჭიაურის სახით მომხრეც ყავს. ნაციონალურ მოძრაობაში უსუფაშვილს ამ თემით სპეკულაციაში ადანაშაულებენ, ყოფილ მმართველ პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას. მათგან განსხვავებით ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ თავისუფალ დემოკრატებს, ისინი მზად არიან ხელი მოაწერონ დეკლარაციას. მე ვთვლი, რომ ეს არის მცდარი ხედვა, დღეს კიდევ იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ნატოში უნდა გაწევრიანდეს და ნატო მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს. მე მაქვს ჩემი ხედვა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ჩემ ხედვას გაიზიარებს. ნატო დაგვაქცია აქამდე და მომავალშიც უკეთეს არაფერს არ გვირდება, ნატოს წევრი ქვეყნები დაჭოქილი გარბიან მოსკოვში. როგორ მოვიქცევით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ჩვენი ინიციატივა იყო ამდენიმე ხნის წინ, რომ ესეთი ტიპის ცვლილება ყოფილიყო კონსტიტუციაში. ახლა წინასაარჩევნოდ ამ თემის პოლიტიზირება ზოგიერთი მცირე პარტიის მხრიდან არ მიგვაჩნია, რომ არის თავარი. კონსტიტუციით უფრო მეტად გამყარდება ეს მისწრაფება საზოგადოების და ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მოაწერენ თუ არა ხელს დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მმართველ გუნდში ამ კითხვაზე ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ. თუმცა ზუსტად იციან, რომ ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსის შესახებ მხარს არ დაუჭერენ. პოლიტიკურმა პარტიებმა დაიჩემონ გარკვეული ნიშაზე ექსკლუზივი, ისევე როგორც რესპუბლიკური პარტია ცდილობს რაღაც ექსკლუზივი განახორციელოს იმ ნიშაზე, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა ქვია და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში, ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში საკმაოდ ბევრი და საკმაოდ საინტერესო ნაბიჯები აქვს, შედეგიანი ნაბიჯები აქვს გადადგმული მთავრობას. მგონია, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიების და სხვა პოლიტიკური სუბიექტების წესრიგით არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საჯარო პოზიცია, რომელიც ყველასათვის ნათელია და რაიმე დამატებითი მტკიცება ჩვენი საგარეო კურსისადმი ერთგულების მე მგონი ქართულოცნებას არ ჭირდება. საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტში შესული განცხადების განსახილველად საკანონმდებლო ორგანო ორშაბათს შეიკრიბება. მადლობთ, პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე საუბრობდა.